ჩვენ ევროპას გავარდეთ თქვენ კარგებისა და ჩვენი გახდეთ. ფაქტიურად ჩვენ აი ხდებით უულფათ ლუკმას რუსების. თუ ასე გაგრძელდა ძალიან ადვილად დაგვიუფლებს რუსები და უპენიას კი არ ვიქნებით მათი. სული პერსპექტივა არის და მე პირადად ვაცნობიერებ. თქვენ საცნობიერებ და ძალიან ბევრი რომ თუკი სახელმწიფო არ გამყარდა თავისი ფუნდამენტალური ესე ვთქვათ ღერძები არ დაამყარა, ავიღე უკმა გავხდებით რუსებს. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ შენ ყავდეს სტრატეგიული პარტნიორი და იმან დაიცვას, გაგიცვას რაღაცისგან, შესაბამისად უნდა გქონდეს რაღაცა დასაცავი, ხო? დასავლეთ რა აქვს ჩვენთან დასაცავი? ერთი არის ის სტრატეგია ენერგეტიკული და მეორე არის რაღაც, რომ შენ რაღაცით გავხარ იმას. რეალურად დემოკრატია. ჩვენ სამწუხაროდ დავუშვით ისეთი მძიმე შეცდომები, რომ პირველზე სერიოზული კითხვის ნიშნები დაისვა, რაც შეეხება მეორეს გამდგომარეობა ამ მხრივ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო გავართ რუსეთს, ანუ რუსულ სისტემას ვემსგავსებით სულ უფრო და ეს ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობებით იქნება, ანუ ბიზნესის ინტეგრირებით მთლიანად ხელისუფლებაში თუ დაუშვათ დემოკრატიული ინსტიტუტების, სხვა ინსტიტუტების სისუსტით, ხო, ეს სასამართლო იქნება, ხელისუფლების განაწილება, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედიის მდგომარეობა, საზოგადოებრივი სექტორის ზოგადი სისუსტე და გაუფინანსებლობა, ვიცით რომ აქაც მონოპოლიზირებულია ხელისუფლების მიერ ფინანსები, ხო? ანუ გამოდის რომ დღეს დასავლეთ მაინც ამ ქვეყანაში დასაცავი არაფერი არ არის. ჩვენ ვართ უცხო სხეული, ვაცხადეთ მუდმივად დასავლურ ვექტორს და პრინციპში ფრთხილებში ყოველთვის იგულისხმება ის ჩრდილოური მოდელი, რაც პუტინმა დაამკვიდრა თავის დროზე რუსეთში, ანუ მედია მთლიანად კონტროლირებადი, სასამართლო კონტროლირებადი, ფაქტურად ვერტიკალი არის ერთიანი მონოლითი, სანამ არსებობდა, ილუზია ვიღაცას ჰქონდა, რომ სანამ არსებობდა ზეამოცანა, ქვეყნის გამძლიანება, მანამდე კიდე რაღაც გამართლება ვიღაც ადამიანების ამას ჰქონდა, ფაქტია, რომ ეს ზეამოცანა დაიმსხვრა ჩვენი დღეს ის და აქაც ჩვენ უმძიმესი შეცდომები დავუშვით და ამის შემდეგ ბუნებრივია რომ დასავლეთში ჩნდება განწყობები რომ იქნებ ჩვენ სულთქვილად ვფიქრობთ ამაზე ხო და იქნებ ესენი უნდა იყვნენ კიდევაც იქ ხო აქედან გამომდინარე გამოსავალი აქედან არის ორნაირი ხო ერთი არის რადიკალური და მეორე არის შედარებით რბილი ხელისუფლებისთვის ვამბობ რადიკალური არის ის რომ როდესაც ხელისუფლება დგება აი ესეთი ესე რომ ვთქვათ არჩევანის წინაშე მაშინ მიდის იმისათვის რომ პოლიტიკური სივრცე გამოათავისუფლოს და ესე რომ ვთქვათ გაუჩინოს შანსი ქვეყანას რომ მართლა იმ ვექტორით გააგრძელოს სხვა რაც იყო გაცხადებული ან არის მეორე შედარებით რბილი რომელიც პერსპექტივა მე ძალიან მცირე მეჩვენება რომ თვითონ ხელისუფლებამ დაიწყოს სისტემური ცვლილებები ანუ რეალური დემოკრატია რეალური თავისუფალი ბაზარი გაათავისუფლოს რეალურად მედია გაათავისუფლოს სასამართლო ინსტიტუტები და გახადოს ისინი რეალურად დამოუკიდებელი აქვს ამ ხელისუფლებას ამის რესურსი მე მეჩვენება რომ ეს რესურსი ამოწურულია თუმცა ღმერთმაგთან ვწდებოდა იმიტომ რომ მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ მე შემეშლე ეს არის ის შემთხვევა თუ მე მეშლება მე მზად ვარ რომ პრინციპში ვაღიარო ბოდიში მოვიხადო ტაშიც დაუკრავ ვისაც დასაკრავი ექნება და ასე შემდეგ ეს რესურსი რომ ამოწურულია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოსაზრება ამ შემთხვევაში აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს ბატონო დავით რა თქმა უნდა ესეთი უყვარვარ ჩვენ რუსეთს წყალებში რა თქმა უნდა უყვარვარ ხო აი ესეთი ხელისუფლება უყვარს რუსეთს არა ის რომელიც რეალურად ბრძნულნაბიჯებს გადადგავს რეალურად ოპონირებას არამედ ისეთი რომელიც დაუშვებს ისეთ შეცდომებს როგორც დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ აგვისტოში ესეთი უყვარდა პირველ სერიაში ესეთი ეყარება მეორე სერიაში რომელიც ალბათ დაგეგმილი აქვს იმ რუსეთს ხო იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის რომ პირველ სერიაში არ ამგონია რომ ხა კი ამბობენ რომ ამოცანა იყო ხალხელისუფლების დამხობა მე არ ამგონია რომ პირველ სერიაში ეს ამოცანა ყოფილიყო პირველ სერიაში რუსეთს რა ამოცანაც ჰქონდა ეს ამოცანა შეასრულა თუ ეს ხელისუფლება უნდა თავის უკმად გახადოს და რაღაც გალიას უმზადებს ხო ეს უკვე მეორე სერიის ამბავია რომელიც ალბათ რაღაც გეგმაში არსებობს და ისევ ამ ხელისუფლებამ თუნდაც თვით გადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე რომ თავი გადაირჩინოს ხო უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური ველი. პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს მკვდარია ქვეყანაში, უნდა გასუცხოდეს. ჩემი პრეტენზიები ეხება ოპოზიციასაც, ბატონო და პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ
ჩემთვის გაუგებელი და წარმოუდგენელია ეს პროცესები, რაც მიდის დღეს ოპოზიციაში, ხო? ნოღაიდელი, იქ კიდე რაღაც რამდენიმე ადამიანი გვასთან დავასახელებ, ხო? ანუ რა მე ხო სააკაშვილთან არ მაქვს პრობლემა. მე რა ეხლა სააკაშვილი მე არ მაქვს პირადი პრობლემა ამ ადამიანთან. ხო და არც თქვენ არ აქვს პირადი პრობლემა. სააკაშვილთან ჩვენ გვაქვს პრეტენზიები იმიტომ, რომ მის გვერდზე იყო ნოღაიდელი და ასე შემდეგ. ეს ხო კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ შეიძლება ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი იყოს და ეხლა ყველა რო ცდილობს რომ რაღაცნაირად ჩამოიწეროს მთელი ეს ყველაფერი და გადააბრალოს ერთ ადამიანს, ბატონო პრეზიდენტო მოგმართავს. რომ ეს ადამიანები ფაქტიურად ცდილობენ, რომ თუ რამე ცუდი მოხდა ამ ქვეყანაში, ყველაფერი მთელი პასუხისმგებლობა აკიდონ თქვენ. იმიტომ გარბიან ოპოზიციაში. და მე მიყვარს იმ ოპოზიციონერების, რომლებიც ხმალამოღებულები იბრძოდნენ დაუშვათ დემოკრატიის და დღეს თანამშრომლობენ აი ამ ადამიანებთან, რომელსაც მე ვასახელებ, ხო, რანაირად თანამშრომლობენ, იმიტომ რომ რუსული ოკუპაცია, რომელზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, როდის დაიწყო? ხო არ იყო იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკური ექსპანსია ხდებოდა ამ ქვეყანაში, ნოღაიდელი მთავარი ფიგურა. მისი ეგიდით ხო არ მიდიოდა ეს რუსული ექსპანსია? ის ხო არ გვიმტკიცებდა ჩვენ რომ რა მოხდა მე რომ რაუიესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვითიბი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბატონო ნოღაიდელი ხო არ იყო ხო არ არის ის პასუხისმგებელი ამ ოკუპაციის მომზადებაზე რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა და ფაქტიურად ტანკებით უბრალოდ გააფორმეს ის რაც მოხდა მანამდე და მე გამოაცხადეს რომ ჩვენ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში დავიცავთ ჩვენ ქონებასო წრუას ცხენები განთავსებაში ვინ ეხმარებოდა? ყველა მესად კოლექტიური პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ჩემი მეგობრები ოპოზიციაში, ჩემი მეგობრები, რომელსაც ძალიან პატრიოტი და ძალიან მიყვარს, დღეს რომ ამ ადამიანებთან თანამშრომლობენ, ეს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. კატეგორიულად მიუღებელი და მაშინ ეს არაფრით არ განსხვავდება იმისგან, რაც გვაქვს დღეს, ხო? მაშინ მე ვერ ვიქნები ამ პროცესში ვერანაირად ვერ მივიღებ მონაწილეობას. ეს ხელისუფლება იქნება თუ ის მოვა, ჩემს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე გეთანხმებით, რომ როგორც ჩანს და საზოგადოება ადამიანებში, მოსახლეობაში ამ ქვეყნის ეს განწყობა მოდის. რომ საზოგადოებას თხოვენ უკვე აღარ ჯერათ პოლიტიკოსების არც ამის, არც იმის, არც იმის, აღარ არის და თან თხოვენ. პირადად მე არა მაქვს ეს ამბიცია და საზოგადოებაში ადამიანებს, რომლებიც არ არიან პოლიტიკაში ანუ პოლიტიკის სრული ესე რომ ვთქვათ ილუსტრაცია მოხდა, სრული დისკრედიტაცია მოხდა პოლიტიკოსების, ხო? და ჩვენ თხოვენ უკვე რომ აბა მოდი გაინტერესდეთ. კი ბატონო, მე ერთადერთი რაც შემიძლია მე რა პოლიტიკოსი, აი ესე ვისაუბრო, ადამიანებს ვისაუბრო, მათი გულის ტკივილი გავიზიარო, გვერდში დაუდგე თუ რამე შემიძლია. ამის მეტი გაკეთება მე არაფერი არ შემიძლია. შეგიძლია ბატონო, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება დღეს როგორც ჩანს, აი თუნდაც აი ოპოზიციის აი ეს ვიღაც რო ვთქვათ რაღაცა უცნაური წახმაგობანას კი გაიგებს რომ ვიფიქროთ რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მაკონტროლებლები ნებისმიერი ხელისუფლების რომ ვერ გაბედონ ბევრი და ბევრი სისულელები. თუ ესე არ მოხდა რუსეთის ქემიკალებით აი რა თქმა უნდა გადავლაგდებით იქეთკენ. მე მქონდა მაგაღებული ენერგოპრო ისია რუსების არა. არ დავასახელებ, მაგრამ იყო აი იგივე მე ერთ-ერთ დასავლურ ინსტიტუტთან შეხვედრის დროს მე მითხრეს რომ აი იქნებ არ გინდა და გაჩერდეთ ეხლა იმიტომ რომ ეს რუსეთს აწყობთ. მე უთხარი რომ ჩვენი გაჩერება პირიქით რუსეთს უხსნის ველს, იმიტომ რომ ჩვენ თუ დღეს კრიტიკულები არ ვიქნებით, ფაქტია რომ რაღაც ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, ხო? თუ ჩვენი კრიტიკით ეს ცვლილება არ უზრუნველყავით, მაშინ რუსეთი რჩება უკონკურენტოდ და თვითონ წაიყვანს მაშინ პროცესს. მე ზუსტად ჩემი აქტიურობით არ ვაძლევ რუსეთს იმ ველს, რომელშიც ის შემოვა. მე თუ დღეს ველი გავათავისუფლე, მაშინ ის შემოდის და ის ძალიან ადვილად ამაცხებს იმას, რაც არის საქართველოში. აი ამაშია პრობლემა და დასავლეთში ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც გონია ამ ქვეყნის ხარდამჭერად თავი მოაქვს, ხო? არ ესმის ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ რეალურად ჩემი გაჩერებით ის რუსეთს აძლევს იმ პოზიციას, რომელსაც ის გაათამაშებს საბოლოო ჯამში. როგორც ჩანს, საკითხები ვეხანებით, მე მადლობა მინდა გითხრათ, გია ბატონო, ჩვენთან სრულობისათვის და მინდა ესე ვთქვათ, ჩემს სიამოვნო არის აი განცხადების გაკეთება დღეს ვალი მარუშკინა, ჩვენი კოლეგის, მეგობრის დაბადების დღე არის, ულოცავ მას ამ დღეს უსულელს მეც გიერთებით ბატონო. დენერებას, არის რამაშვილებთან ერთად და
მადლობა მინდა გითხრათ რომ გვისმენდით, დაგველოდეთ აი რაღაცა საინფორმაციო, მოკლედ საინფორმაციო შემდგომ ჩვენთან სტუდია ბარიაში ბატონი ალიკო რისაჭი და ფიქრობ ძალიან საინტერესო საუბარი იქნება და რაღაც ინტრიგაც იქნება აქ ისეთი რაც ჩვენ ერთ-ერთი არასოდეს დაყოფილა. ვიყურებთ, მადლობთ რომ გვისმენდით, კარგად ნამდვილობდეთ ნახვამდის.